სახელითა მამისათა დაცისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთ. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწრო თქვენ და სრულიად საქართველო ამინ. დღევანდელ დღეს ჩემო ძვირფასებო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა კეთილმსახური მეფე დავითის ხსენებას, აღმაშენებელად რომ არის წოდებული. ძალიან რთულია ახლა რომელი მიმართულებით შეიძლება ილაპარაკო დღეს მის დამსახურებაზე. პირადი ღვაწლის შესახებ უნდა ისაუბრო, სახელმწიფო როგორ გააერთიან ამაზე უნდა ისაუბრო, ეკლესია როგორ გააძლიერა ამაზე უნდა ისაუბრო, საგანმანათლებლო კერები და განათლება როგორი შექმნა საქართველოში ამაზე უნდა ისაუბრო. ძალიან რთულია, იმიტომ რომ ისეთი როგორც ერთი ძვირფას ქვას რო იპავის კაცი და მრავალი წახნაგი აქვს და მზის შუქს თუ მიანათებ, ყველა მხრიდან სხვადასხვანაირი ფერის სხივი გამოდის და ყველა ეს გამოსული სხივი ძალიან ლამაზია, სანახავად, სათითაოდ, ყველა მხრიდან, რომელი მხრიდანაც არ შეხედავ, ზუსტად ესე არის დავითის ცხოვრება. მისი პირადი ღვაწლიდან დაწყებული, დამთავრებული იმით, რაც ყველაფერი ჩამოთვალე და რაც კიდევ ბევრი გვაქვს ჩამოსათვლელი, იმიტომ რომ ეს ვინმე ზღაპრული გმირი ხო არ გონია ახლა საზოგადოებას, რომ რაღაცა აქეთ ფეხს მიარტყავდა და იაზმოზი გადაგორდებოდა და აქეთ იმას რა ქვია, სულ შეუბერავდა და ისინი გაქრებოდნენ, რა ქვია. არა, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელიც ღმერთს მიენდო. აი ნახეთ, მეტი არაფერი არ არის, ღმერთს მიენდო. საკუთარი შრომა კი არ გადაუდია გვერდზე და კი არ თქვენს რომ ეხლა წამოწვევი და არაფერს არ გავაკეთებ. არა, ღმერთს მიენდო ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ჩაიძირა იმის ფიქრში და აბსოლუტური ისი გონება მიმართული იყო იქეთკენ, რომ რაიმე წინააღმდეგობაში არ მოსულიყო საღვთო განგებულებასთან მისი მოქმედება და მისი ნებისმიერი ქმედება შეთანხმებული ყოფილიყო ეკლესიასთან, წმინდა მამებთან და ასე შემდგომ. ეს რაზე მე საიდან ვიცით ეს ყველაფერი ჩვენ? იქედან ვიცით, რომ მისი მმართველობის დროს ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ თლად ესევე რამე თეოკრატიასთან უფრო იყო საქმე ახლოს, რადგანაც 4 დიდი მოძღვარი იყო, რომელიც ფაქტიურად სახელმწიფოს განაგებდნენ მასთან ერთად, 4 ძალიან დიდი გამოცდილი მოძღვარი, მათ შორის ჭყონდიდელი, მათ შორის იყალთოელი არსენი და მათ ეკითხებოდა ჭკუას ბუნებრივია და მათთან ერთად წყვეტდა ძალიან ბევრ საქმეს და განსაკუთრებით ჭყონდიდელი, რომელიც მისი მოძღვარი იყო. მაგრამ ნახეთ დავითის ეს სიმდაბლე, დავითის ეს სიყვარული და დავითის დამოკიდებულება ზოგადად ამ ყველაფერთან, ღმერთთან პირველ რიგში, რომ როგორ უყვარდა მას წმინდა წერილი, როგორ უყვარდა ამ ყველაფრის კითხვა, რომ სადმე საომრად რომ მიდიოდა და სულ ომობდა, მინდა გითხრათ, რომ დალხინებული არასდროს არ ყოფილა, ბოლო წლები რომ შემოიერთა მთელი საქართველო და თბილისი აიღო, მალევე კი გარდაიცვალა, მე მგონი აღარც დასცალდა, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება იბრძოდა და მოახერხა ის შეუძლებელი შეძლო. აი რაც სახარებაში წერია, სულ ეს მახსენდება. შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელი აქვს ისაბიერი, იმიტომ რომ როგორ შეეძლო ვინმეს ეფიქრა, რომ საქართველო იყო მარტო სურამის დღე დარჩენილი იცით? აი რეალობა ასეთი იყო. სურამის დღეში ჰქონდა ერთი პატარა სახლი და იქ ცხოვრობდნენ და გარეული ღორები და გლები დარბოდნენ, ისე რომ გარეთ გამოსვლის ეშინოდათ, ან ცხოველი შეგჭამდა და ან თათარი გაგიტაცებდა და რაღაცა უბედურებას დაგვარდებდა და ამ სიტუაციაში როგორ შეიძლება ადამიანმა დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ საქართველო გახდება დიდი იმპერია, დიდში ახლა იმას არ გულისხმობ, რაღაცა პრეტენზიები რო აქვს ჩვენ მეზობელ ქვეყნებს, გულისხმობ იმას, რომ ის გახდება ისეთი, რომ მთელ ამიერკავკასიაში ვერავინ ვერ გაუბედავს. ესე იგი უბატონო თქმას, ესე იგი მის თანამოძმე რესპუბლიკელებს, როგორც არის მაგალითად სომხები ან ჩრდილო კავკასიელები და მისი ამ ყველაფრის მფარველი იქნება საქართველო. წარმოიდგენდა ვინმე სურამის დღიდან დაწყებულ ამ ამბავს, მაგრამ შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელი აქვს ისათვის, როდესაც ადამიანი უფალზეა მინდობილი, როდესაც ადამიანი აი მის ცხოვრებაში წერია, რომ რამდენჯერაც წაიკითხავდა წმინდა წერილის რაღაცა წიგნს, ბოლოში ხას ჩამოусმევდაო და წლის ბოლოს მარტო საქმე მოციქულთაზე 23-ჯერ თუ 24-ჯერ იყო ხაზი ჩამოსული. ამდენჯერ ქონდა მას წელიწადში 12 თვეა და თვეში 2-ჯერ რომ წმინდა მარტო სამოციქულო საქმეების წაკითხვას რომ მოახერხებ 2-ჯერ. არ ვიცი, მე მინდა გითხრათ, რომ რაღაცა მართლაც ჩვენი გონებისთვის თითქოს მიუწვდომელია, მაგრამ თან ძალიან ახლობელია, იმიტომ რომ
რომ მკითხულობ, იქვე მისი ადამიანური თვისებები ჩვენს. მისი შეიძლება რაღაც ადამიანური სისუსტეებიც დაინახო, მაგრამ ამავდროულად დაინახო, როგორ ებრძვის ამას ყველაფერს. და არაფერი საერთოდ ყველაფერს თავით რომ დავანებოთ, მის ღვაწლსაც, მის აი სულიერი თვალსაზრისით შევხედოთ და საქართველოს გაერთიანებაზე და გამთლიანებაზე, განათლებაზე აღარ ვილაპარაკოთ, უნდა ილაპარაკო ადამიანის აღსასრული როგორია ყოველთვის. ქრისტიანობა ასე განიხილავს, იცით? როგორი ცხოვრა კი არა, აღსასრული როგორი ქონდა, იმიტომ რომ ავაზაკი ჯვარზე ცხონდა. ეხლა ჩვენ თუ იმის გამოკვლევას დავიწყებთ, მან როგორი ცხოვრა, ნუ რა შედეგს მივიღებთ ეხლა? ჯვარზე ცხონდა, ბოლო სიცოცხლის ბოლო წამები მან გაატარა რით, იცით რომ აღიარა, იცნო რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ითხოვა შენდობა და მომიხსენე მე უფალო, როცა მოხვალ შენი სუფლებით. აი ამ სარწმუნოების გამო მოხდა მისი ცხონება. და დავითის აღსასრული იცით როგორია? გალობანის სინანულისანი წაგიკითხავ. ეს არის სინანულის, ესე იგი ცრემლები მისი ცხოვრებიდან გამომდინარე. როდესაც ჩამაწვენენ მაშინ კუბოში და გულზე ხელებს დამიკრეფენო, ჰე მაშინ შემიწყალე უფალო, ესეთია მისი სიტყვები ამ გალობანის სინანულისანი, ერთ-ერთი სტრიქონია, რაც ეხა გამახსენდა ამ წუთში და ასეთია საოცარია მისი ცხოვრება და ჩვენ ნამდვილად გვჭირდება დღეს მისი ლოცვა, რომ ჩვენ ვიღაცაზე კი არ უნდა გავიშვიროთ ხოლმე, აი დავით აღმაშენებელი გვჭირდება. დავით აღმაშენებელი რო გვჭირდება, ზავწევი სულ საჭიროა. სულ ამ საუკუნეში და ამ დროში და ამ წამს კი არა. ყოველთვის და სულ საჭიროა, მაგრამ ეხლა მომავალში დაიბადებათ. ჩვენ უნდა დავბადოთ ეს და ჩვენგან უნდა დავიწყოთ ამ საქმეების კეთება. როგორ უნდა დაიწყოთ და უნდა მიბაძო მას. დავითს უნდა მიბაძო და ასე აუცილებლად გაჩნდება ვიღაცა დავითი. ყველა შეიძლება ერთნაირი მონაცემი არ გქონდეს, მაგრამ თითოეული ჩვენგანი რო დავიწყებთ იმის კეთებას, რაც თითქოს ჩვენს ძალებს აღემატება, ისევე როგორც სურამიდან დაწყებული საქართველოს გაერთიანება, ყველანი ფიქრობდა, რომ ძალებს აღემატებოდა, მაგრამ შესაძლებელი ყოფილა თურმე, ასევე თითოეულმა ჩვენგანმაც უნდა დავიწყოთ. არ კითხულობდი ბიბლიას, დაიწყე ბიბლიის კითხვა, არ მარხულობდი, უნდა დაიწყო მარხვა, არ მოღვაწეობდი, რაღაცა უნდა იღვაწო, სუფთად არ ცხოვრობდი, ჭორაობდი, აღარ იჭორაო და მოკლედ ასე რა, რაღაცა მავნე, მანკიერება უნდა ჩამოიშორო და რაღაცა კეთილ საქმეს უნდა შეუდგე. ეს არის სწორედ დავით აღმაშენებლობა. უпростоრად დავით აღმაშენებლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. თორე არავინ იფიქროს ეხლა რომ უცბად ბრახ ესე ჩამოვარდება ესა დავით აღმაშენებელი და გაამთლიანებს საქართველოს და ჩვენ ყველანი კარგად ვიქნებ. ასე არ არის ჩემო ძვირფასებო. ამას ჭირდება დიდი შრომა, დიდი წვალება, ბევრი ოფლის ღვრა, უძილო ღამეები და შედეგი მოაქვს ყოველივე ამას, როდესაც ღმერთი ხედავს შენს დამოკიდებულებას. გადადგამ ორ ნაბიჯს მისკენ, 4 ნაბიჯს და 10 ნაბიჯს ის გადმოდგავს შენსკენ. შეგვიწყალოს წმინდა დავითმა, წმინდა ღმერთმა, წმინდა დავითის ლოცვით და შევთხოვოთ წმინდა დავითს, რომ ვიშვამდგომლოს მის წინაშე, რომ გადარჩეს ჩვენი ქვეყანა, გამთლიანდეს და გავერთიანდეთ ყველანი დედა ეკლესიის წიაღში. ამინ. დალოცვილი და გახარებული ნახვამდის.